რითის ტბა მდებარეობს აფხაზეთში, საქართველოში. მისი ფართობია 154 კილომეტრი. იგი ის სხვადასხვა წელიწადის დროს იცვლის ტემპერატურას. მაგალითად, თებერვალს -3 გრადუსი, აგვისტოს -17. იგი მისი მაქსიმალური სიღრმე არის 101 მეტრი. 1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია 16299 ჰექტარი ტბისა და ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა. ეს არის დემონსტრაცია, როგორ გამოიყურება რითის ტბა. ბედიის ტაძარი იყო აშენებული მე-10 საუკუნეში 999 წელს. 2006 წელს 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლების კატეგორიას. ბედიის ტაძარი იყო ბაგრატ მესამე ბაგრატიონის მიერ აშენებული. მანვე ის და თავისი დედა დამარხებული. ტაძარი მნიშვნელოვნად გადაიკეთა მე-13 საუკუნეში. 1992 წელს 27 სექტემბერს სამწუხაროდ რუსეთმა წაართვა ეს ტერიტორია საქართველოს. აფხაზეთი იყო ერთ-ერთი ულამაზესი საქართველოს ტერიტორია. ეს არის დემონსტრაცია, როგორ გამოიყურება ბედიის ტაძარი.
სადაც მდებარეობს აფხაზეთი? აფხაზეთი მდებარეობს ჩრდილოეთ-დასავლეთ საქართველოში. საქართველოს შემადგენელი ნაწილი. აფხაზეთი, რომლის ფართობიც 8700 კმ²-ია. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ეს ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთავარი ქედით, სამხრეთ-დასავლეთიდან კი შავი ზღვით არის დაცული. აფხაზეთის სანაპირო ზოლის სიგრძე 195 კმ-ია. ჰავა იქ თბილია, ნოტიო და სუბტროპიკული. მადლობა ყურადღებისთვის.